მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო. ეთერშია შუადღის პოლიტიკა, მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ. ჩვენ ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მესამე სეზონს. დღეს არის ამ სეზონის ბოლო გამოშვება. ეს სეზონი ეძღვნებოდა 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მიიწურა წელი, ეს საარჩევნო ციკლიც დასრულდა და მე ვიტყოდი კიდევ უფრო დიდი ციკლი და საერთოდ ბევრი ციკლი დასრულდა 2025 წელს. ჩვენი სტუმარია დღეს გიორგი გვიმრაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, გადაცემის და პლატფორმის 52 პარალელის ავტორი და დამფუძნებელი. მასთან ერთად ვილაპარაკებთ სწორედ ყველაფერ იმაზე, რა ციკლი დამთავრდა დღეს, ეს ყველაფერი ისტორიაში როგორც ჩაიწერება და ეს გადაღებული სახელი, რომ არსებობს თურმე ისტორიის სწორი და არასწორი მხარეები, ეს რამდენად რელევანტურია და საერთოდ ისტორიამ როგორ შეიძლება ყველაფერი შეაფასოს და უკვე არსებული ისტორიაც რას გვასწავლის, ხო? პირველ რიგში მე წინა გადაცემებში თქვი და მინდა გავიმეორო, რომ წლის მიწურულს საბოლოო ჯამში, როცა მალე 4 წელი გახდება, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა შეიძლება ბჭყალებში ეს ითქვას არის ის, რომ აღარ არსებობს ორაზროვნება, აღარ არსებობს სხვანაირი შეფასება, გარდა იმისა, რომ ეს არის ნამდვილად ომი რუსეთსა და დასავლეთ შორის, მსოფლიო არქიტექტურა და უსაფრთხოება შეიყა და დანგრეულია, ახალი ჯერ დაბადებული არ არის, მაგრამ აღიარება იმისი, რომ უკვე ისე ვეღარაფერი ვეღარ იქნება, როგორც იყო, ეს არის ცალსახა. ეს ეთყობა ყველაფერს, ეს ეთყობა მოლაპარაკებების პროცესსაც, ცეცხლშეწყვეტის წარუმატებელ მცდელობას და ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ არის დაფიქსირებული იმ ადამიანთა და იმ ლიდერთა განცხადებებში, რომლებიც წარმოადგენენ დაპირისპირებულ მხარეებს ამ შემთხვევაშიც, ხო? მცდელობა იმისი, რომ აი სადღაც რუსეთი გაჩერდება, ან რაღაც დავამარცხებთ, რაც გულისხმობს უკრაინიდან წავა და მე ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ მიჩვეულობთ, ეს აღარ არსებობს. გავიდა 80 წელი წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, როცა შედგა მსოფლიოს ახალი არქიტექტურა, დაფუძნდა, გააერო და ყველა ის ინსტიტუცია, რასაც ეჭირა გლობალური წესრიგი. ჩვენ გავიარეთ ცხელი ომის შემდეგ ცივი ომის პერიოდი, დაახლოებით 40 წლიანი პერიოდი და ამ შერკინებაში დამარცხდა საბჭოთა კავშირი, რომელმაც თავისი დაახლოებით 80-იან წლებში როცა დაიწყო პერესტროიკა და პერესტროიკა იყო ნიშანი იმისი, რომ უკვე ძველებურად ცხოვრება აღარ შეიძლებოდა, საბოლოო ჯამში ამ გარდაქმნამ მოიყოლა კიდევაც ეს წარმონაქმნი ქვეშ და შესაბამისად ჩვენ მივიღეთ 85-დან დღემდე კიდევ 40 წლიანი პერიოდი გლობალური დომინაციის, დასავლური სამყაროსი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები თავისი უამრავი სამხედრო ძალით ბაზით ახორციელებდა მსოფლიოს ჟანდარმის და პოლიციელის ფუნქციას და ეს სამყაროც არის დასრულებული არა მარტო დე ფაქტო, არამედ უკვე დე იურე, ანუ ეს არის ყველას მიერ აღიარებული და დეკლარირებული. ჩვენ ვცხოვრობთ ახლა ესეც საინტერესო პერიოდში, თუ როგორ მოხდება ახალი მსოფლიოს ფორმირება და უკვე ისიც ცალსახაა, რომ ვერნაირ ცეცხლშეწყვეტა ვერ მოხდება, იმიტომ რომ მსოფლიოს მოუწევს დათანხმება ამ რუსულ ულტიმატუმთან, რომ თუ გინდათ მშვიდობა, მაშინ ეს უნდა მოხდეს გააზრება მთლიანი უსაფრთხოების სისტემის და სწორედ ამ კონტექსტში დაისადგურებს მშვიდობა. უბრალოდ ცეცხლშეწყვეტა ეს ვერ მოხდება ეს. საბამისად, საქართველოს არის პატარა ქვეყანა, საქართველოს ჰქონდა ფუნქცია, რომ აი ამ დიდ დაპირისპირებაში გადარჩენილიყო. ჩვენ აღარ ვცხოვრობთ საბჭოთა კავშირში და სადაც ყველაფერს წყვეტდა მოსკოვი და ეს იყო უკვე თბილისის გადასაწყვეტი 2022 წელს რა პოზიციას დაიკავებდა. მან დაიკავა პოზიცია, რომელიც აღმოჩნდა უდიდესი წნეხის და კრიტიკის ქარცეცხლის ქვეშ, სადაც ბევრს არ ჯეროდა ეს რამდენად იყო მართებული, მაგრამ გავიდა დრო და ეს ყველაფერი გამოჩნდა. ზუსტად 2 წლის წინ 2023 წლის დეკემბრის მიწურულს პოლიტიკაში პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი, დღეს დილით სხვათა შორის გიორგი უსმინე მე კიდევ აი ამ გამოსვლას, სადაც მან თქვა, რომ არსებობს გამოწვევები და განსაცდელი ერთის მხრივ ჩვენ მაშინ უკვე 2 წელი იყო პრაქტიკულად გასული ომის დაწყებიდან და ჩვენ ამ ცდელობას, რომ საქართველოს გარკვეულ ქარცეცხლში აღმოჩენილიყო გავუძერითო, მაგრამ ამასობაში აღარც ოპოზიცია არსებობს, ის განადგურებულია, მას ძალა არ აქვს, ქართული ოცნება დომინანტია და საჭიროა სხვადასხვა რისკების დაძღვევა და ჩვენ პრაქტიკულად უყურებდით აი ამ 2 წლიან ციკლს, ხო, თანათანობით შეიცვალა პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე, შემდეგ
გარკვეული მართველი პირების ძალიან დიდი წყება ჩამოცილდა მართვის სადავეებს და ბოლოს ჩვენ ვიხილეთ პასუხისგებაში მიცემული ყოფილი ჩინოვნიკებიც კი სხვადასხვა ბრალდებებით და ცხადი ამასაც ვილაპარაკებთ. ეს იყო კიდევ აი ბოლო 2 წლიანი ციკლი, რაც შეიძლება ითქვას და ამ პერიოდში მოხდა ორი არჩევნები ჩატარდა, ამ არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა და ეს არჩევნებიც ჩვენ ვნახეთ როგორც საბაბი ამის ესე ვთქვათ წინააღმდეგობის და მაინც ცდილობა იმის რომ ქვეყანაში ყოფილიყო არეულობა. აი ძალიან მოკლედ პრაქტიკულად აი მაკრო ციკლიდან აი მიკრო ციკლიდან შეგვიძლია დავამთავროთ ახლა. შეგვიძლია დავამთავროთ. არა ეს არის წინაპირობა, ეს მონახაზი გავაკეთე, რაც ჩემთვის არის ვთქვათ აი ამნაირად უყურებს სამყაროს. ეს იმიტომ მნიშვნელოვანი რომ ჩვენ თანამოქალაქეები არიან რომლებიც სხვანაირად აღიქვამენ რა მომხდარს და ჯერ კიდევ საზოგადოების ნაწილი ვერ ერკვევა, ანუ ვერ ახერხებს კოორდინაციას რა სიფტყეზე ვარსებობ და შენ როგორ უყურებ ამ პროცესს და რამდენად მნიშვნელოვნად მიგაშენს, საერთოდ ანგარიშგასაწევია ის ცდილობა იმისი, რომ საბოლოო ჯამში ეს სურათი ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სურათი გამფრინდეს და უბრალოდ რაღაცაზე ყველა ერთად შევთანხმდეთ, რომ დედამიწა არის მრგვალი თუ ბრტყელი. მოგესალმები გურამ, მივესალმები თქვენს მაყურებელს და მსმენელს, მადლობა მოწვევისთვის და ეს მოდის დავიწყებ. იმ ადამიანებისგან, ვინც დღეს აღნიშნავს შობას, მე მინდა მიულოცო ამ ხალხს ხევანდელი დღე, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ დიდ ნაწილთან ამ ადამიანებისგან გვაქვს ევქარისტიული კავშირი, იმიტომ რომ მართლმადიდებლური სამყაროს საკმაოდ დიდი ნაწილი აღნიშნავს დღეს შობას, ასევე მის უწმინდესობას მინდა მიულოცო აღსაყდრების დღესასწაული, აღსაყდრების დღე და ყველა ის ამასთან ერთად ბევრი სპირიტონ ტრიუმფუნტელის ხსენება დღეს და ასე შემდეგ. მოკლედ ულოცავ ადამიანებს ამ დღეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დღეა და ჩვენთვის ყველასთვის ესე ვთქვათ, ვინც ცხოვრობს. და ესე იგი შემდეგ ხა რაც შეეხება იმას თუ რა მართალია ეს რაც შენ ჩამოაყალიბე ეს ვთქვათ ცივი ომის პერიოდი, შემდეგ ცივი ომის შემდგომ ეგემონური ეპოქა ამერიკული ბატონობის და ასე შემდეგ და იმისი დასასრული ну თუ შეგვიძლია რომ ვთქვათ რომ ეს რადგან თქვი რომ დე იურე ესეც გაფორმდაო ალბათ იგულისხმე ამერიკის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია სადაც პრინციპში შეიძლება ითქვა ეს ამბავი ხო იმიტომ რომ სხვა დოკუმენტი ჯერ არ არსებობს სადაც ამაზე ხელი მოეწერა მე ვიგულისხმე ის განცხადებები გერმანიის კანცლერის საფრანგეთის რომელიც ამ დონეზე უკვე იძახიან რომ მორჩა უკვე ხომ დეკლარაციის იქით ჩვენ შეგვიძლია დოკუმენტსაც კი დავეყრდნოთ ხო დოკუმენტსაც კი დავეყრდნოთ ამ თვალსაზრისით და ეს ასეა ცხადია მიუხედავად იმისა რომ ჩემი აზრით ამ დოკუმენტში არსებული შინაარსი გადმოსცემს იმას რომ ერთის მხრივ კი აღიარებს ამერიკის შეერთებული შტატები რომ არსებობს რაღაცა ვთქვათ გლობალურ ძალთა დაპირისპირება რაღაც გარკვეულ ბიპოლარობას აღწერს ესე ვთქვათ ხო ეს დოკუმენტი მაგრამ მაინც დოკუმენტის ამოცანა არის ამ ბიპოლარობაში დომინაციის მოპოვება და მეორე პოლუსის შეკავება ხო ანუ რაღაცა დომინაციაზე აქ მაინც საუბარი მიმდინარეობს. აღარ არის ეს ჰეგემონის საუბარი, რომ მე ვარ მარტო და ყველა დანარჩენი იმ წესებს უნდა დაექვემდებაროს, რაც მე მინდა, მაგრამ თავისთავად აი ამ დომინაციის შენარჩუნება საუბარი იყოს კონკურენცია და კონკურენციაში იყოს პირველი. კონკურენციაში გაიმარჯვოს, ესე ვთქვათ, წარმატებას მიაღწევს. ან მე თუ ვთქვათ პირობითად, ანუ ჩემი წარმოდგენით, რაც შეიძლება კონდეს წარმოდგენილი ამერიკულ ისტებლიშმენტს, არის ის, რომ თუ ამ კონკურენციაში გაიმარჯვებს, შესაძლოა ჰეგემონობის დაბრუნებაზეც ისაუბროს, მაგრამ ჯერ თავარია კონკურენციაში გაიმარჯვოს და ის წარმატება, რომელსაც ჩინეთი აღწევს ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 10 წლების განმავლობაში, როგორმე შეაკავოს. განსაკუთრებით შეაკავოს საკუთარ ჰემისფეროში, დასავლეთ ჰემისფეროში თავად ჩინეთის რეგიონში ასე ვთქვათ, თავად ჩინეთის გარშემო, ესე ვთქვათ, რაღაცა შექმნას გარკვეული შემაკავებელი ფაქტორები და სწორედ ამას უკავშირდება ევროპასთან ის ურთიერთობა, რომელიც აქვს, ხო, ანუ მისთვის რუსეთის შეკავება და რუსეთთან კონფრონტაცია დღის ეს რიგში აღარ დგას, არ არის მისთვის ეს რელევანტური. შესაბამისად იქ თავარი ამბავი არის, რომ მოდი ახლა რუსეთთან უნდა დავლაგდეთ, როგორმე რომ აქ რესურს არ ვხარჯავდეთ, აქ ენერგიას არ ვხარჯავდეთ და სხვაგან წავიღოთ ეს ენერგია მეტიც. აი ეს ჩვენი პარტნიორები, რომელსაც ევროკავშირი ქვია და ნატოს სივრცეში არსებული საპარტნიორო სივრცე, ეს ყველაფერი გამოვიყენოთ ჩინეთთან დაპირისპირებაში. მთელი ამოცანა ამისი ეს არის, ხო? ანუ რეალურად ეს დოკუმენტი შეგვიძლია კი ბატონო, თქვათ იმის ესე იგი იურიდიულ დადასტურებად პრინციპში, ну, რა თქმა უნდა, სამართლებრივი ძალა არ აქვს, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში, როგორც დოკუმენტალურ დადასტურებად იმისა, რომ ის პერიოდი, ჰეგემონიის პერიოდი დასრულებულია.
ეხლა ეს რეალურად რას ნიშნავს? ერთი მხარე ამისი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აი ამ ჰეგემონიის ეპოქის დასრულებისა, რომელსაც შეუძლია ეს გლობალური გადანაწილების პროცესი გარკვეული თვალსაზრისით აქვს პოტენციალი ყოველ შემთხვევაში, რომ დაასრულოს ევროპის ტერიტორიაზე. ანუ ევროპის, ესე ვთქვათ, თეატრს რო ეძახიან დაპირისპირების თეატრს, იმ თეატრში დაასრულოს გარკვეული თვალსაზრისით, ანუ განსაზღვროს ევროპის კონტინენტზე ახალი თამაშის წესები. აქვს ამის პოტენციალი ამ კონფლიქტზე, ესე ვთქვათ, რა უკრაინის კონფლიქტზე. თუმცა რა თქმა უნდა ამ კონფლიქტს არ აქვს და ვერც ექნება, ვერც პრეტენზია ვერ ექნება დაასრულოს გლობალური დაპირისპირება. ანუ გლობალური ახალი წესრიგის შექმნას ამ კონფლიქტს ამის პოტენციალი არ აქვს და ვერც ექნება. შესაბამისად, გლობალური ახალი წესრიგის ჩამოყალიბების პროცესს ჩვენ უახლოვდებით. ანუ კი არ გადავლახეთ, ვთქვათ, უკრაინის კონფლიქტთან, არამედ უახლოვდებით. უკრაინის კონფლიქტი ამის ერთი პირველი ესეთი გამოვლინება იყო, რომ ახალი გლობალური წესრიგი საჭიროა და რაღაცა ის წესები, ეგრეთ წოდებული წესებზე დაფუძნებული წესრიგი მოირღვა და გვჭირდება ახალი თამაშის წესების შეთანხმება, რომელსაც დაეთანხმებიან გლობალური ძალები პირველ რიგში და შემდეგ ამაზე დათანხმება მოუწევთ, ან შეიძლება ღმერთი მაქნას, რომ შედარებით პატარა ძალებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩაერთონ ამ წესრიგის, ასე ვთქვათ, ფორმირებაში, ხო? თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, როგორც წესი, მაინც დიდი ძალები გადაწყვეტენ იმას, თუ როგორი ახალი წესრიგი იქნება. ეს რატოა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ჩვენს წინაშე ეს აყენებს ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომ ჩვენ პირველ ფაზას ამისას გაუძელით, ჩვენ არ გავხდით, თქვათ, ფრონტი, არ გავხდით ომის სივრცე, ესე ვთქვათ, ომი თავიდან ავიცილეთ, მაგრამ რადგან ეს პირველი ფაზაა და შემდგომი ფაზები ჯერ კიდევ მოსალოდნელია, აქ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, გავუძლებთ თუ არა შემდეგ ფაზებს. ვიქნებით თუ არა განხილული შემდეგ ფაზებში, ასევე მოაზრებული ვიქნებით თუ არა აი ამ პროქსი ძალად, რომელიც შეიძლება რომელიმე დიდმა გლობალურმა მოთამაშემ მეორეს წინააღმდეგ გამოიყენოს. ახლა რაც ჩანს თითქოს, თუ იქიდან გამოვალთ, რომ რუსეთ და ამერიკას შორის დაპირისპირება, კონფრონტაციის რეჟიმი იკლებს და ამერიკის აქცენტი გადადის ჩინეთზე, და კავკასია არ არის მაინც ჩინეთისთვის ისეთი ახლობელი რეგიონი და თქვა არ არის ის სივრცე, სადაც შეიძლება ჩინეთს დაუპირისპირდეს ამერიკის შეერთებული შტატები. ნუ თითქოს არ უნდა ველოდოთ რამე განსაკუთრებულ გამძაფრებას ჩვენს რეგიონში. თითქოს. უნდა მას დრო აჩვენებს კიდე. ამას კიდე ის აჩვენებს, რომ რამდენად შეძლებს ამერიკა და რუსეთი კონფრონტაციული რეჟიმიდან ამოსვლას. და რატო ამბობ ამას? აი იმ სტრატეგიაში, რომელიც ახსენეთ, უსაფრთხოების სტრატეგიაში, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის პირადად, რომ არ იყო ნახსენები ცენტრალური აზია და კავკასიის რეგიონი. და ამას ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ახსნა აქვს რა. ჩვენს გარემოში, მათ შორის მართლ ჯგუფსაც აქვს ხოლმე ეს ცდუნება, რომ ამერიკას მოუწოდოს, რომ რაღაცა მოდი გადავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა რეალურად უნდა გვესმოდეს ერთი რამე, მე მგონი, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კავკასიას და ცენტრალურ აზიას პირველ რიგში ქონდა მნიშვნელობა იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც რუსეთთან კონფრონტაციულ რეჟიმში. ანუ როდესაც შეუძლია ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნები გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ შესაკავებლად ან პრობლემების შესაქმნელად და ასე შემდეგ, ხო? ანუ ჩვენ რეალურად ვიცით ხა ეს რომ აი ეს მაგალითად როდესაც ჩეჩნეთის კონფლიქტის გამწვავებული პერიოდი იყო ცენტრალური აზიიდანაც და კავკასიიდანაც არაერთი ესე ვთქვათ ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენელი შედიოდა იმ რეგიონში, ჩვენი რეგიონის და ცენტრალური აზიის გავლით, ხო? ანუ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო, ანუ მინიმუმ ეს არის ერთი სერიოზული მომენტი. მეორე ამბავი არის ის, რომ აქ არის ესე ვთქვათ თუ შენ მაგალითად იგივე საქართველო ხდება მაგალითად ნატოს წევრი ქვეყანა, როგორც თავის დროზე თითქოს მოიაზრებოდა, ხო? შენ ეს არის პლაცდარმი სამხედრო ბაზებისთვის, სამხედრო ინფრასტრუქტურისთვის, რომელსაც აქვს ასე ვთქვათ, თავდაცვითი დანიშნულებას და შემაკავებელი ფუნქცია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების, ხო? ნუ ამერიკელები ეძახდნენ ამას, რომ ირანის წინააღმდეგ ან რაღაცა ვთქვათ, სხვა ძალების წინააღმდეგ, მაგრამ ნუ ყველას ესმოდა პრინციპში შეიძლება ითქვას, დიდწილად ეს გასაგები იყო, რომ რუსეთის წინააღმდეგ იყო ეს შემაკავებელი ასე ვთქვათ, პოტენციალი. შესაბამისად, ანუ აი ეს ამ წუთას ამას რელევანტობა არ აქვს ამერიკისთვის, ცენტრალურ აზიას და კავკასიას ამ ტიპის რელევანტობა არ აქვს. არ არის ეს, რადგან კონფრონტაცია დაძლევის
ესე ვთქვათ, ინტენცია არსებობს ამერიკის მხრიდან კონფრონტაციის დაძლევის ინტენცია. აქედან გამომდინარე არ მოიხსენია ეს რეგიონები, არ აქტიურობს ამ რეგიონებში და ჩვენთან ურთიერთობაც ჩემი აზრით ამაზეა ორიენტირებული. ანუ ჩვენთან ურთიერთობას რო არ ალაგებს ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ამის არ აქვს მისთვის ამ წუთას ამას არ აქვს მნიშვნელობა. ანუ არ ვართ ჩვენ მისთვის არ ტაქტიკური მნიშვნელობის ქვეყანაც არა ვართ ამ წუთას, იმიტომ რომ არ არის. ამ პირიქით აქვს ამ საწინააღმდეგო ამოცანები აქვს კონფრონტაციის დაწევის და ტემპერატურის დაწევის ამოცანები. შესაძლოა ხო არ ნიშნავს ეს უსიტყვო აღიარებას, რომ პრაქტიკულად ამას ღიად არავინ არ ძიტყვის სამომავლოდ, მაგრამ რაც შენ აღწერე სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით, მოცემულობაზე დაყრდნობით, ხო? ეს სტრიქონებს შორის იკითხება, რომ როცა ტრამპი მოვიდა და მოხდა პოლიტიკის ცვლილება, რომ უკრაინაში ომი დაიწყო, მანამდე ამას უძღოდა უამრავი ფაზა წინ, ხო? ხალხო გადავტვირთოთ, სხვანაირია მსოფლიო შევცვალოთ, ვაღიაროთ ბრიქსი, ეს მთელი ამბები და რახან ვერ მოხდა დაიწყო ეს ცხელი ფაზა. რომ პრაქტიკულად შენ გაიმარჯვე ამაში. ამ დაპირისპირება შენ გაიმარჯვე, ჩვენ იმ ფორმით, რა ფორმითაც ვიყავით ჩართული, ხა იმაზე მეტი ესკალაცია ვეღარ მოხდება, ესკალაციას გააჩნდა ზღვრული ნიშანი და ამ ნიშნამდე, როდესაც ჩვენ ვიყავით დაპირისპირებული, ფაქტია, რომ რუსეთს აქვს ამავალი დინამიკა, მას აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და შენ პრაქტიკულად ამის მოიგი, ჩემთვის ეს ომი დამთავრებულია და მორჩა. და ამ ომში ისე უსიტყვოდ ამ წაგების აღიარება და გამარჯვების რუსეთისთვის დათმობა ნიშნავს, რომ ის პრეტენზია მარტო უკრაინას არ ეხებოდა, რითაც ომი დაიწყო, ხო, ეს ნატოს წინააღმდეგ, არამედ პრაქტიკულად მოიცავს რუსეთის გარშემო არსებულ რესპუბლიკას, უხეშად რო ვთქვათ, პოსტსაბჭოთა სივრცეს. გამოდის, რომ ამერიკა გადატვირთვის შემთხვევაში იძახის, რომ მე პოსტსაბჭოთა სივრცეზე ეხლა რაღაცა გარკვეულ რაღაც პოლიტიკურ ესე ვთქვათ, პროექტებს აღარ ვახორციელებ. მაგრამ მან აღმოჩნდა, რომ ეს გლობალურადაც ესე გააკეთა, იმიტომ რომ USAID მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში არ მუშაობდა. ის უარს იძახის რაღაც ინსტრუმენტი. იცი რა არის, მე მგონია მან უარს იძახის ერთი ძალიან ესეთი წონადი საფუძვლით, ასე ვთქვათ რა. ანუ რეალურად იმან, რასაც აკეთებდა საერთაშორისო ორგანიზაციები, ამერიკის ძალაუფლება დაასუსტა და არა გააძლიერა. ანუ ის რისთვისაც ეს ყველაფერი იყო გამიზნული, რომ გაეძლიერებინა გავლენები და ასე შემდეგ, ამან გამოიწვია აბსოლუტურად საწინააღმდეგო ეფექტი უამრავ ქვეყანაში, ხო? ანუ მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჩვენთან, სხვა ქვეყნებში და ასე შემდეგ, ხო? ანუ ჩვენ კიდე ძირითადად ჩვენი მეინსტრიმ მედია ამ ხნის განმავლობაში იყო იმდენად პროდასავლური, რომ აი ამ პრობლემებზე საერთოდ არ საუბრობდა, რასაც ეს ორგანიზაციები ქმნიდნენ და რასაც უწყობდნენ ხელს, ანუ რა ანტაგონიზმსაც აჩენდნენ საზოგადოებების შიგნით, რა ტიპის ფრაგმენტაციებს უწყობდნენ ხელს საზოგადოების შიგნით და ანუ ჩვენ არ ვაკეთებთ ამაზე აქცენტს, რომ როგორ არ იღებს მაგალითად ქართული საზოგადოება NGO-ების დღის წესრიგს, ხო? ანუ ეს იყო თითქოს რაღაცა ესეთი მოცემულობა, რომ რა კაი საქმეს აკეთებენ NGO-ები, მათ ისინი ჩავრთოთ საპარლამენტოში მუშაობაში, ისინი რაღაცა ესე აქედან იქიდან მათი იზეები, მათი კვლევები უნდა გავაშუქოთ, უნდა ვილაპარაკოთ ამაზე და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო რაღაცა რუსული სიტყვა რომ პაუმალჩანიო, არ ვიცი ქართულად როგორ ითქმის რა. ანუ ასე იყო დადგენილი მოკლედ რა, რომ ეს ყველი იყო დაკრული. ხო, ასე უნდა მომხდარიყო. ესმის და რეალურად ეს ზრდიდა ანტაგონიზმს საზოგადოებაში იმ თემებთან მიმართებაში, რასაც ისინი პაპელირებდნენ. რასაც ისინი პედალირებდნენ და აი რატომღაც არასდროს არ აი სულ საუბრობდნენ იმაზე, რომ აი ხელისუფლების მიმართ ნდობა დაეცა და ასე შემდეგ და ამათ მიმართ ნდობა არ იყო, ამაზე არ გეთდებოდა აქცენტი. არა და თავიანთ საკუთარ კვლევებში ჩანდა ეს ყველაფერი, ხო? საკუთარ კვლევებში ჩანდა, რომ არავინ არ ენდობა, არავის არ აინტერესებს, არავინ მათ არ აღიქვამს როგორც ანუ ისინი თავს ხო უწოდებდნენ, რომ ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლები არიან და ადამიანები არ თვლიდნენ, რომ ისინი მათი უფლებებისთვის მებრძოლები არიან. ანუ დიდი ლეგიტიმურ სტეიკჰოლდერად საზოგადოება ვისი კვლევის საგანსაც ისინი წარმოადგენდა არანაირად, ხო? ანუ 40% მუდმივად მათ კვლევებზე რაღაცა უარს ამბობდა ან არ პასუხობდა ან ასე შემდეგ. ხო გახსოვს ეს ამბავი რა? შედარება რომ მოვიყვანოთ საქართველოს სეკულარული ქვეყანა არის და არსებობს ეკლესია, ხო, რომელიც არაფრით პირდაპირ არანაირად არ ერევა სახელმწიფო საქმეებში და იზომება ეკლესიის მიმართ ნდობა, ჯარიც ასევე აპოლიტიკური და მის მიმართ და აი ამ რეიტინგში ეგრეთ წოდებული არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორად სახელდებული სექტორი იყო აი აბსოლუტური. ხო, კი ბატონო და ანუ თავისთავად ისიც რომ აი შენ რომ ადამიანთან მიდიხარ და ეკითხები რაღაცას და იქიდან 40% რო გეუბნება რომ არ გაგცემ პასუხს. ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, ხო? ანუ არ განდობს.
თავის ინფორმაციას არ განდობს და ანუ საკუთარ თავს ხო კითხვა უნდა დაუსვა რომ რატო არ მანდობს ეს კაცი მე ამ ინფორმაციას და ვინც მანდობს ის მეუნება რომ ყველაზე ნაკლებად მენდობა იმ ჩამონათვალში ვინც მითხრა რომ ოკეი გეუბნები ჩემს პასუხს ის ყველაზე ნაკლებად მენდობა ხო ანუ საბოლოო ჯამში მე რის თქმა მინდა რომ მე მგონია რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინახა რომ ის ნარატივი რომელსაც ესენი თქვათ ამკვიდრებდნენ ამან პირიქით გამოიწვია ყველაფერი ანუ ორივე მხარეს პოლიტიკური თვალსაზრისითაც სერიოზულად შემცირდა ამერიკის გავლენები ამ წლების განმავლობაში პირიქით ანტაგონიზმი გაიზარდა ამ ვოუკიზმის და ასე შემდეგ აი ამ ინსტრუმენტალიზირებული დემოკრატიის და ინსტრუმენტალიზირებული ადამიანის უფლებების თემების მიმართ და ამან გამოიწვია ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანებში ნუ საერთაშორისო ორგანიზაციებს ქვეყნების საკუთარი ქვეყნიდან აგდებდნენ ხო უნგრეთი რო ავიღოთ მაგალითად ხო და ასე შემდეგ ანუ იყო ქვეყნები რომელიც უნდოდა და აქ არ შემოგიშვებ დასავლური სამყაროს ქვეყნებზე ვამბობ ამ შემთხვევაში ხა ბელორუსმა და რუსეთმა რო გააგდო გავიგე მაგრამ ესე დასავლური სამყაროს ქვეყნებს რო შევხედოთ ხო და მეორე ნაწილი მათ შორის ეკონომიკური ნაწილი რომელსაც ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები ეკონომიკურ დღის წესრიგს რომელსაც ავითარებდნენ რომელმაც გამოიწვია ისეთი ქვეყნების გაძლიერება იმ მოდელმა სხვათა შორის რომელსაც ისინი ამკვიდრებდნენ რომელმაც გამოიწვია ისეთი ქვეყნების გაძლიერება როგორც ჩინეთია რომელიც დღეს ამერიკისთვის თავარი გამოწვევაა ეკონომიკაში ხო ჩინეთის გაძლიერება ხო იმ ეკონომიკურმა მოდელმა გამოიწვია რომელიც მათ დაამკვიდრეს ცივი ომის აი მიწურულს კი ბატონო და იმის შემდეგ იწყება ჩინეთის აღზევება როგორც სახელმწიფოსი და როგორც ეკონომიკის პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ თუ კი ეკონომიკური ნიშნითაც იყო ცივი ომის დროს დაპირისპირება იდეოლოგია პირველ რიგში გადასხვა შეხედულების ეკონომიკურ მოდელს მოიცავდა ეს იყო სოციალიზმი და კაპიტალიზმი და დამარცხდა გასაგებია სოციალიზმი თავის ეკონომიკური მოდელით იმ ვერსიით რა ვერსიით რაც საბჭოთა კავშირში იყო კი მაგრამ ბოლოს გავიდა რამდენიმე აცრეული და აღმოჩნდა რომ კაპიტალიზმმა სწორედ თავის თავში ჩადებული გარკვეული მექანიზმებით რაც არის მეტმოგებაზე სიხარბეს და ასე შემდეგ აგებული პრინციპებით ამან განაპირობა ჩინეთის წარმოებაში მოკავშირედ შემოყვანა და უცებ აღმოჩნდა რომ ჩინეთის ეს პოტენციალი გარდა იმისა რომ ის ემუშავას ხოლმე უცებ აღმოჩნდა რომ არის ავტონომიური იმ პირობებში როდესაც ნედლეული მას თვითონ აქვს მუშახელი თვითონ აქვს ტექნოლოგია და საწარმოო საშუალებები მას გადაეცი და ნუ აღარაფერი და მეტიც ანუ საკმაოდ თვითონ არის საკმაოდ დიდი გასაღების ბაზარი ანუ თვითკმარია იმდენად თვითკმარია გააკეთოს დახურული იმდენად ყავს სამეზობლო რომელსაც ადვილად თუმცა რა თქმა უნდა მაგას არიზავს ჩინეთი იმიტომ რომ ჩინეთისთვის ეგ ისტორიული გამოცდილება უკვე არსებობს როდესაც მე-19 საუკუნის დასაწყისში ის პირველი ეკონომიკა იყო, ანუ იმ კვლევებით, რომელიც ახლა ტარდება ამ ისტორიულ პერსპექტივაზე. პირველი ეკონომიკა იყო და საბოლოო ჯამში ის ჩაკეტილობა, რომელიც მას მაინც ახასიათებდა, ანუ რაღაცა იზოლირება სხვა სამყაროსგან და ეს დანარჩენი სამყაროსგან და თვითკმარობის უზრუნველყოფა. ამ მაინც გამოიწვია გარკვეული პრობლემები ამ ქვეყნის განვითარებაში. ნუ ეს არ იყო მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ანუ სხვა მიზეზებიც, გარედან მოსული მიზეზებიც და კონფლიქტები და ასე შემდეგ და ინგლისის ცდელობა თავის ოპიუმის ომებით რაღაცებს ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჩინეთი დამარცხებულიყო და გამხდარიყო ესეთი რაღაც ჩამორჩენილი ქვეყანა, როგორიც ის იქცა. მაგრამ მთლიანობაში, ანუ ჩაკეტილობას დღეს რა თქმა უნდა ჩინეთი არიზავს. კი, მას აქვს თვითკმარი რესურსები, მას აქვს თვითკმარი სამუშაო ძალა, მას აქვს გასაღების ბაზარი საკუთარ თავში, მაგრამ ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, აი ამ, რა ქვია, მაგას. ის ყველაფერი, რაც მან ამდენი ხნის განმავლობაში აშენა, ეს ინფრასტრუქტურა, სავაჭრო, სატრანსპორტო, აი რესურსებზე წვდომა მთელ მსოფლიოში, აფრიკიდან დაწყებული, ვთქვათ, პირიქით, რა ვიცი, როგორც გინდა ის ქვია, ლათინურ ამერიკამდე დამთავრებული. ვალდებულებებით ინტერვენცია, უბრალოდ აი რაღაცა უაზრო ინფრასტრუქტურების აშენება სხვა ქვეყნებისთვის. კი ბატონო. არა, უაზრო ეს მის სტრატეგიაში კარგად აბსოლუტურად გააზრებულად რაციონალურად ჭრება. ეს არის ერთის ხრი შემოსვა და მე ამის პროექცია. და თავარი რა არის, ანუ როდესაც შენ ხარ, რას საკეთებდა თავის დროზე ბრიტანეთი, ხო? როდესაც შენ ხარ წარმოებელი ქვეყანა და გაქვს მაღალი ინდუსტრია, ამ ყველაფერს ჭირდება ტრანსპორტირება და იმისთვის რომ შენს ვთქვათ პროდუქტს არ შეექმნას პრობლემა გზაზე
ამ სავაჭრო გზებს ჭირდება კონტროლი. ანუ სადაც შენ გაგყავს ეს ინფრასტრუქტურა, იქ შენ შედიხარ ამ კონტროლში. შეიძლება ამას 100%-ით არ აკონტროლებ და არსებობს უამრავი გამოწვევა იმისა, რომ როგორი მოქმედებს ეს გზა მაგალითად, ხო, აქედან იქიდან მაგალითად რო ავიღოთ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაცია ისრაელის და ამერიკის ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში საერთოდ არ იყო ბოლო ადგილზე ის мотиваცია, რომ ჩინეთის ტრანზიტი შეეფერხებინათ, რომელიც ირანზე გადის, ხო? ამის მიუხედავად ჩინეთიდან ირანში მატარებელი ცოტახნისი მაინც ჩავიდა. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ჩინეთისთვის, რომელშიც ის ძალიან ბევრ ფულს დებს და ენერგიას სესხებს ასე შემდეგ, ანუ ამ ინფრასტრუქტურის აწყობა მისი პროდუქტი სადღაც გავიდეს და უსაფრთხოდ ჩავიდეს და თან ისე ჩავიდეს, რომ თვითონ იყოს ამის მაკონტროლებელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის და შესაბამისად ამაზე რა თქმა უნდა უარს არ იტყვის. რა თქმა უნდა ის არ ჩაიკეტება საკუთარ თავში. მე არ ვიცი ხარ რა მოხდება, როგორ კონფრონტაცია რა რეჟიმში შევა და რა შეიძლება მოხდეს, ნუ თითქმის გამოურიცხავ იმას, რომ პირდაპირ კონფრონტაცია იყოს ამერიკასა და ჩინეთს შორის, მაგრამ თლიანობაში, ანუ თუ შენ ჩინეთი ფიზიკურად არ დაამარცხე, ესე ვთქვათ, ომში შეუძლებელია ის მას უკვე დღეს შეუზღუდო ის შესაძლებლობები, რომელსაც ის უკვე ფლობს გლობალურ ვაჭრობაში, ხო? თავარი გამოწვევა ჩინეთისთვის მაინც არის ის, რომ ის გვერდზე, თქვათ, ამ ვაჭრობაში იზრდება ინდოეთი, რომელსაც ასევე დიდი პოტენციალი აქვს იმისა, რომ პროდუქტი აწარმოოს და გაიტანოს და ასე შემდეგ და არა, თქვათ, ის, რომ ვიღაცამ შეიძლება შეუზღუდოს ვაჭრობას. მთელი ეს სქემა ჩვენ გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს აი ამ დაპირისპირებაზე, აქ ალბათ ერთ მოწინავე როლს თამაშობს ტექნოლოგია. ტექნოლოგიამ საშუალება მისცა, რომ აი ეს თანამედროვე სიცოცხლე ქონოდა, თქვათ, ჩინეთს, იმიტომ რომ ეს არ არის წმინდა ისეთი გაგებით დემოკრატიული ქვეყანა, მაგრამ აი ამ არქიტექტურის ქონას ასეთ მუშაობას ჭირდება კონტროლი საზოგადოების მიზანმიმართული, ეს არის პრაქტიკულად ის შემდგარი სოციალიზმი, პეკინმა მოახერხა ის, ანუ მოსკოვს რო გარდაქმნა, შეესრულებინა, თქვათ, ეს არის ის მოდელი, რასაც მივიღებდი დღეს პეკინის სახით, მაგრამ მაინც რუსეთის და საბჭოთა კავშირიც მაინც დასავლური კულტურა იყო, რომელიც უფრო ჰუმანიზმზე და ადამიანზეა. თავარი არის, რომ ადამიანის რესურსი ქონდა ბევრად ნაკლები საბჭოთა კავშირს, ვიდრე ჩინეთს. და რაც თავარია, ეს არის მაინც ჰუმანისტური, იმ გაგებით, რომ ინდივიდუალისტურია უფრო ეს კულტურა, ხო? საბოლოო პროდუქტად განიხილავს ადამიანის ბედნიერებას. იქ პირველ რიგში დგას სახელმწიფო და ეს თითქოს ეს ადამიანები არიან აი ამ დიდი სახელმწიფო ორგანიზმის ჭანჭიკები და ესე ცხოვრობენ და მათ მენტალობაში ესე ყოფიერება არანაირ ანტაგონიზმს დიდად არ შობს, ხო? თუ ეხლა ის ინტერვენცია არ გააკეთე და რაღაც ის ტიანმანის მოედანი ერთხელ მოხდა და დამთავრდა იმის მერე. ხო, თუმცა იმ ტიანმანის მოედანზეც არ არის ესე ცალსახად, რომ რისთვის იყო ის ხალხი გამოსული ქუჩაში, ანუ სხვადასხვა მოწესრიგება. ყოველ შემთხვევაში იქ არ ჩანს ამ კუთხით მოწყვეტი, რომ შენ ეხლა შეიტან რაღაც თავისუფლების და დემოკრატიის და ლიბერალიზმის ბაცილას, ესე ვთქვათ და იქ ეს სხვა კულტურული მეტი სადღაც საუბრობდით იმას, რომ რთულად გაგახსენდება აზიაში მომხდარი რევოლუცია. აი ხო, ამ გაგებით. ხო, აი სად გადაატრიალეს ძალაუფლება, სად მოხდა მაგის. ხო, ამ პრინციპების გამო. ხო, არეულობა და გამოსვლები შეიძლება იყოს, ხო, მაგრამ ანუ ესე ბოლომდე მისული და შეცვლილი მოდელი ხო რთული, ამიტომაც არის, რომ ეს რაღაც დემოკრატია უფრო ისეთი დასავლური მოდელია, ხო, ცხოვრების და აი ამ კონკურენციაში, როცა ტექნოლოგიები ამასთან დაერთო, ცხადია, რომ ეს მარცხდება და ეხა ამერიკაში ის პროცესი, რასაც ჩვენ ხედავთ, ეს არის აქტიურად ძიება იმ ახალი ფორმაციის, როცა ძველი ჯერ კიდე არსებობს და ევროპელები ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება ყოფიერება იყოს უბრალოდ სხვანაირი. მიუხედავად იმისა, რომ შიგნით არის უკვე ხო, სხვადასხვა გამოწვევები, მეტასტაზივით იქნება ეს რაღაცა ეთნიკური თუ ასე შემდეგ. მაგრამ ამერიკა უკვე ფაქტია, რომ აქტიურად ეძებს როგორც შესაძლებლობის ქვეყანა, თავარი რაც არ აკლიათ მათ და დღევანდელი ტექნოლოგია საშუალებას აძლევს კონდეთ ინფორმაცია, ეს გააანალიზონ, მიხვდნენ და დაიწყონ აქტიურად ძიება, როგორ შეიძლება იყოს ამერიკა ახალი გლობალური დაპირისპირების პირობებში. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დაუბრუნდეთ ისევ საქართველოს და აი ამ დროს საქართველო არის სინამდვილეში სად და რამდენად ფიქრობ, რომ 2025 წელს რა ციკლი დასრულდა ეს უკვე ჩვენ ვთქვით, მაგრამ აი 2026 წელს ხო აი რა გამოწვევა
შეიძლება ისე ითქვას, ჩვენ გვაქვს. ეს არის უფრო შიდა, თუ ეს არის რაღაცნაირად გარეთ. მაგრამ მე მგონია რომ შიდაც არ არის ამოწურული, იმიტომ რომ ჩვენ გავიგეთ რომ რაღაცაზე ვთქვით უარი. ჩვენ რაღაც მოდელზე ვთქვით უარი, აი იგივე გარედან თავსმოხვეულ დიქტატზე, შიგნით მათი მოკავშირეების მიერ დაწესებულ დღის წესრიგზე. ჩვენ ვართ ერთგვარი უარყოფის, ანუ წინააღმდეგობის რეჟიმში. მაგრამ იქნებ დადგა დრო, რომ თანდათანობით რა კი ეს იერიში მოგერიებულია, ხვალდაზე, იმიტომ რომ უკვე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც მალე გავა 4 ათეული წელი. თანამედროვე გამოჩნდეს რომ უკვე რა არის თანამედროვე საქართველო, ანუ რა იმ ძირითად სვეტებზე დგას, რომელიც მას საშუალებას მისცემს, რომ სამომავლოდ იმ ჯერ კიდევ უცნობ სოფლიოში ის არსებობდეს როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო. ანუ უარყოფიდან ასე ვთქვათ გადავიდეთ ყოფაზე. რა ვართ ის ვთქვათ ამ შემთხვევაში. ნუ პირველი რაზეც აქამდე ვსაუბრობდით ამის თელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. არც არავინ იცის რამდენ ხანს გასტანს, იმიტომ რომ აი არ ვიცი, შეიძლება თუ ვინმეს ჩემგან მოусმენია, შეიძლება მოვაბეზრე უკვე თავი ამისგან მეორებით, რომ ესე იგი 45 წლის შემდეგ ჩამოყალიბებული წესრიგი განსაზღვრა იმ კატასტროფამ, რომელიც იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, ხო? დღეს ჩვენ თითქოს გამორიცხულია, რომ კონდეს დადგეს იგივე კატასტროფა, იმიტომ რომ დღევანდელი კატასტროფა ყველას ესმის რა მასშტაბის შეიძლება იყოს. აპოკალიფტური. ხო, რა მასშტაბის შეიძლება იყოს და თითქოს ეს კატასტროფა ამიტომ არის გამორიცხული. შესაბამისად, ანუ გლობალურ ძალთა შორის დაპირისპირება შეიძლება უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდეს, ვიდრე ამ კატასტროფის შემთხვევაში იქნებოდა, ხო? თუნდაც იყო მეორე მსოფლიო ომის დროს მისი ხანგრძლივობა. აი იმაზე ბევრად ხანგრძლივი შეიძლება აღმოჩნდეს, იმიტომ რომ რადგან ძალები ერთმანეთს ბრძოლის ველზე ვერ გამოიწვევენ და იქ ვერ გადაწყვეტენ ამას. ამიტომ ეცდებიან სულ სხვადასხვა ხერხებით და სხვადასხვა საშუალებებით იბრძოლონ, სხვადასხვა ინსტრუმენტები გამოიყენონ ისეთი ქვეყნები, როგორც ჩვენ ვართ მაგალითად ამ ბრძოლაში. ხო, ომს ვიძახით, მაგრამ იმ ცივი ომის დროს ხელისწერტილები უწყვეტად იყო. ვიეტნამი, კორეა, უამრავი და ახლაც ასია, ხო? ახლა ჩვენ ხედავთ უკრაინას, ახლა ჩვენ ხედავთ იქ რაღაც ახლო აღმოსავლეთში დაუსრულებელ პროცესს. ჩვენ არა ვართ შორს იმისგან, რომ აზიაში რამე მოხდეს ნებისმიერ წამ. ანუ სულ უყურებთ იმას, რომ ავღანეთსა და პაკისტანს შორის, პაკისტანსა და ინდოეთს შორის აი ირანი, ისრაელი. მერვე დასრულებულ ომად გამოცხადებულია ეს ტაილანდი, კამბოჯის კონფლიქტი და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს ყველაფერი მუდმივად ესე ვთქვათ, მოქმედი კონფლიქტები ესე ვთქვათ, დაუსრულებელია. ანუ მიუხედავად იმისა, რა განაცხადა ტრამპმა, ეს კონფლიქტები დაუსრულებელია. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს ეს, რომ ამ ტიპის გამოწვევები ჩვენს წინაშე იქნება და ჩვენი პოლიტიკა ამაზე უნდა იყოს აგებული, რომ პირობითად ჩვენ უნდა შევქმნათ იმის გარანტიები საკუთარი თავისთვის, რომ არ ვიქნებით განხილული შეიძლება განხილული რაღაც თვალსაზრისით ვიყოთ, მაგრამ არ ვიქნებით გამოყენებული აი ამ ინსტრუმენტად. ანუ რაც ის გავიარეთ 22 წლიდან დღემდე, ამას მოვახერხებთ და მომავალშიც გავლით და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი, ეს უნდა გვესმოდეს, ხო? ანუ როგორ უნდა ავაგოთ ჩვენი სტრატეგია იმისთვის, რომ არც მომავალში არ ჩავერთოთ არანაირ კონფლიქტში და არ გამოიყენოს რომელიმე ძალამ მეორე ძალის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყანა, ხო? ეს ერთი ნაწილი. მეორე ნაწილია, როგორ მოვაწყობთ ჩვენს შიგნით ქვეყანას, ანუ როგორი იქნება ეს ქვეყანა. აი მაგალითად, ორი დღეა ჩვენ ვისმენთ რაღაცა პრინციპში შეიძლება ითქვას ჩვენი ქვეყნისთვის ეს ალბათ ნორმალურია, იმიტომ რომ რა ტიპის განვითარებას გავიარეთ ამ 30 წლის განმავლობაში, ეს ნორმალურია, მაგრამ მთლიანობაში რო წარმოიდგინო აბსოლუტურად არაადეკვატურია ის, რომ პრემიერი გამოდიოს ამბობდეს, რომ ფასები მაღალია და რაღაცა უნდა ვქნათ და ოპოზიცია ამბობდეს, რომ ხელი არ ახლო მაგას ყველაფერს. ხო, ანუ ოპოზიცია არ მიყვებოდეს იმას, რომ ხალხს მართლა შეიძლება უჭირდეს რაღაცის ყიდვა. თან ამ ოპოზიციას ადრე თავის დროზე ყველას აქვს იგივე ნათქვამი. ოღონდ არა, ნახე, პრობლემად ხო არა, მთელი პრობლემა იმაში არის, რომ ეს აქვს ნათქვამი, ესე ვთქვათ, პოპულისტურად, რეალურად ეს არასდროს არ გამხდარა ოპოზიციის დღის წესრიგში მნიშვნელოვან საკითხად, არასდროს არ ქცეულა. კი, მართალი ხომ, იმიტომ რომ განსხვავება იყო ის, რომ არა ჩვენ არ გვინახავს, აი პრემიერმა ახსენა, მე ეგეც არ მინახავს ჯერ, მაგრამ ახსენა რომ მან ჩაატარა კვლევა და შეადარა, იმიტომ რომ სხვანაირად ის ციფრები რაც წარმოგვიდგენია, ვერაფრიდან ვერ შეთხზავდი, ხო? ესე იგი რაღაც ინფორმაციას ეფუძნება ის, მაგრამ მოკლე რგოლში ამას ვერ აჩვენებდა, მაგრამ აი ოპოზიცია რომელიც ამას ამბობს
დიდი ხანია. ჩვენ არასდროს არ გვინახავს, აი შეხედეთ ფას წარმოქმნის სტრუქტურა. აი ხო შეიძლება ხო ანუ მთლიანობა ეს ლიდერები ყავს, ვინც ამ ბიზნესებში არიან და ანუ მათთვის არ არის ძნელი. ანუ თემა რა არის, რომ სოციალური პრობლემატიკა არასდროს არ გამხდარა პოლიტიკური დღის წესრიგის საგანი. ანუ ამაზე არ მიმდინარეობდა დაპირისპირება ქვეყანაში რა ანუ ხო ანუ არავინ არ ლაპარაკობდა იმაზე რომ ეს არის აბსოლუტურად პოპულისტური ისენი რომ აი მაგალითად 1000 ლარს გავხდით პენსიას ხო ანუ და ეს ლოზუნგი ხო და ანუ როგორ ხდება ეს პენსია როგორ იმატებს როგორ არ იმატებს ანუ რა ესეთი ნახე როგორ რაღაცა არის აი მაგალითად კიდევ ერთი ელემენტი რა ნათია თურნავას დაუთვალეს ხელფასი ეხლა შემხვდა უბრალოდ ეს კარდი და იმიტომ ეს არის 1200 რაღაცა ადამიანის პენსია ქალაქში ნიტყო ხო რაღაცა ხო პენსია და უყურე ნახე როგორ რაღაცა არის რომ კი შეიძლება ანუ ჩემთვის როგორც პირობითად ესე ვთქვათ უფრო სოციალისტი კაცისთვის ხო აბსოლუტურად მე შემიძლია ამაზე ვილაპარაკო რა რომ რატო ეგრე რომ მოდი გავათანაბროთ უფრო მეტად გესმის მაგრამ იმ ტიპებზე რომლებიც ხვალ რო გახდნენ თანათია თურნავას თანამდებობას დაინიშნონ თვითონაც ეცდებიან ხელფასი გაიზარდონ და საერთოდ არ შეაწუხებთ ის თუ რამდენი პენსიონერის ხელფასია, ну, აი ცინიზმია უბრალოდ, გესმის, ამის ესე დალაგება რა, რომ ეს 100-ია და ესია, ხო, გესმის? ანუ ბანკირების პარტია, სადაც ბანკში ჩვენ ზუსტად ვიცით ეს დეკლარაციებში არის გამჟონილო, 3 მილიონი აქვს ბანკის თავარ დირექტორს ეს ხო და ანუ და მეტიც არც კი განიხილავს იმას რომ ეს სხვანაირად იყოს დალაგებული პირიქით ანუ თვითონ იმას აქვს თავის ფორმულა საიდანაც ეს იწება შენ რამხელა პორტფელს მართავ იმის მიხედვით არის ეს ყველაფერი და თავარი ამბავი რა არის იცი როდესაც ამას ამბობს რომ იმას ამდენი ხელფასი აქვს და ეს ამას უდრის აქ მხოლოდ იმას ამბობს რომ თვითონ რატო არა აქ ეგ ისმის ანუ თვითონ რომ უნდა რომ ეგ კონდეს ისმის ანუ ამ რესურს თვითონ რო ფლობდეს ის უნდა მეტი ის კი არ ადღელვებს რომ პენსიონერების პენსია რატო არის დაბალი თუ რა შესაბამისად მან შეიძლება წავიკითხოთ იგივე სურვილი რომ როდესაც ხელისუფლება ლაპარაკობს ამ შემთხვევაში საცალო ფასებზე რომ შეიძლება შენ სწორს ამბობ ან ხშირად გამოჟონავს რომ ახო პოლიტიკურადაც რაღაცები სწორია მაგრამ ერთადერთი პრობლემა არის რომ მას უნდა რომ იყოს იქ და ის იღებდეს გადაწყვეტილებას და ხოლმე შენ არ მომწონს მეტი არაფერი მარტო მაგაშია მთელი ამბავი მომითხოვია და აქ ხო უნდა გაიარო შესაბამისი გზა აი რაღაცა ოდიოზური ფიგურა როცა ხარ და ამაზე პრეტენზია წარმოუდგენელია ხა დემოკრატიული ხო ანუ მოკლედ მთელი ამბავი რა არის რომ ამათთვის ამ სოციალურ პრობლემატიკას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა ეს არის მხოლოდ ის რომ თქვათ თან სად არის ხოლმე მოქცეული რა ჯერ რაღაცა ევროპაში ინტეგრაცია ჯერ რაღაცა სასამართლოს რეფორმა რაღაცებს ესეთებს ლაპარაკობ პერიფერიულ იდეაში სახელმწიფოსთვის გარკვეული თვალსაზრისით პერიფერიულ რაღაცებს ინსტრუმენტებზე საუბრობენ რა რომ ინსტრუმენტი ესეთი იქნება თუ ისეთი იქნება ანუ შინაარსთამდე არავინ არ მიდის პრინციპში რო ვთქვათ და ეს საკითხი რომ აი ადამიანების ცხოვრება როგორ გაუმჯობესდება რა გააუმჯობესებს ანუ რატომ მინდა პირობითად ავიღოთ კარგი სასამართლო იმიტომ რომ კარგად ცხოვრობდნენ ადამიანები ხო ანუ მიზანი ხო სასამართლო თვითონ არ არის ადამიანებია ხო ამ შემთხვევაში და იგივე თუნდაც ჩავთვალოთ რომ ევროკავშირში კარგია და ასე შემდეგ ჩვენ სასარგებლოა ანუ მე არ ვთვლი რომ ასე მაგრამ კარგი თქვა ჩავთვალეთ რომ ეს ასეა ანუ იქაც რატომ მინდა იმიტომ რომ კარგად იცხოვრონ ადამიანებმა ხო და ეს ადამიანები სად არიან ანუ ადამიანები რომლის შესახებაც ამდენს ვლაპარაკობთ სად არიან ჩვენს დღის წესრიგში პოლიტიკური დღის წესრიგში სად არიან და რატო ვლაპარაკობთ ამ ადამიანებზე მეც აი ამ რაღაც ინსტიტუციებზე ხო ანუ რაღაცა სად არიან ბენეფიციარები და რატო არ ვლაპარაკობთ გემზე და არა იმ ხალხზე ვინც ამ გემში ზის ხო რა ვიცი აი მაგრამ ნახე აი ხა ჩვენ ცოტა დრო დავჭა და ხო და ისი თქმა მინდოდა ნახე რომ ეს არის ქართული ოცნებისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევა ის რაც პრემიერმა თქვა ეს სერიოზული ჩემი აზრით ეს არის სერიოზული გამოცდა ახლა როგორც ქართული ოცნებისთვის ისე ზოგადად ჩვენი სახელმწიფოსთვის როგორ გადავწყვეტთ ამ საკითხს ისმის ანუ ეს ძალიან სერიოზული გამოცდა იმიტომ როცა შენ დაიწყებ ასეთ თემაზე საუბარს რომ ფასები არ მომწონს აქ არის შაქ შემოდის თელი ამბავი რომ როგორ გადაწყვეტ შენ აწესებ თამასას აბა ეხლა ვნახოთ რა თელი ამბავი რა არის იცი რომ შეძლებ გადაწყვიტო ეს იმიტომ რომ ეს ხო ეხლა ნახე როგორ მარტო ოპოზიციამ ხო არ დაიწყო ეს ლაპარაკი აქ სერიოზული ინტერესებია მაგალითად იმპორტიორების ხო ანუ იმპორტიორებს სერიოზული ინტერესები აქვთ იმაზე რომ ეს ფასები ასეთი იყოს როგორიც არის და შენ შემოხვედი და ამბობ რომ ეგრე კი არა სხვანაირად უნდა იყოს მე ჩემი წარმოდგენით არ არის კარგად მე ხვალ შეიძლება
მიუხვდა რომ არ არის ცუდად. უკვე გახსენი შე რაღაც. პანდორას უკვე გახსენი. ხო, მაგრამ აქ რო შეხვედი, ეხლა ვნახოთ აქედან როგორ გამოხვალ, ამას როგორ გავუმკლავდები, ეს სერიოზული განაცხადია, ასე ვთქვათ რა. ანუ ეს არ არის ისეთი ჩემი აზრით ეს ბევრად უფრო სერიოზული განაცხადია, ვიდრე 28 ნოემბერს გაკეთებული, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ გავაკეთებთ. არ გავხსნით თუ რაც იყო რა, იმ 24 წლის 28. ეს ბევრად უფრო სერიოზული გამოცდა ქვეყნისთვის, როგორ შევძლებთ სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურის გადააზრებას, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში არსებობდა. და როგორ შეძლებს ხელისუფლება გაუმკლავდეს იმ ზეწოლებს, რაც აქედან ეხლა წამოვა. და აქედან ჩემი აზრით ბევრად მეტი ზეწოლა წამოვა, ვიდრე ის 28 ნოემბერს მოყოლილი აქციები იყო. ჩვენ გაინტერესებს შედეგები, იმიტომ რომ ერთის ხუთი ჩვენ ნახეთ, რომ ჩვენ გარეჩარევას ვეუბნებით უარს და თავის სატელიტებით, ანუ ეს NGO სექტორი, თუ გახსოვს ვალდებულება იყო, რომ შენ იქ ვიღაც უნდა გეждდეს კომისიაში ახსენე კიდევაც. განათლების რეფორმა, რომელიც არის უბრალოდ იმხელა მასშტაბის და უკვე რაც არის ნათქვამი, ესეც ძალიან სერიოზული თამასა არის, საერთოდ ამას როგორ გააკეთებ და ეხლა უკვე ჩახვედი მანამდე, მაგრამ აი რაც დაგვჭა დრო მინდა რაზე გავაკეთო, იცი ფოკუსი ის გასაგებია და ამაზე ალბათ კიდე როცა დაიწყება ეს პროცესი ბევრს ვილაპარაკებთ ან დაანონსა უკვე პარლამენტის თავმჯდომარემ რომ ეს ესეა რომ გაიხსნება საგაზაფხულო ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ რა. იმიტომ რომ შეიძლება პირდაპირ ინსტრუმენტი პარლამენტი არ იყოს, მაგრამ ღიაობისთვის და პოლიტიკა პარლამენტმა უნდა მოიფიქროს, ხო? იკეთება ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ შენ თქვი რომ ჩვენ როგორ გავუკლავდებით ხვალინდელი დღის გამოწვევებს, ეს არის მნიშვნელოვანი და ჩვენ როგორ მოვაწყობთ ცხოვრებას შიგნით, ეს არის მეორე. მაგრამ მე უნდა დავავიწრო ფოკუსი იმაზე რომ აი სიტყვაზე ჩვენ, აი ვინ ვართ ჩვენ, როგორ ვიქნებით ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ამ განვლილი ათწლეულების მანძილზე ჩამოგვიყალიბდა, იმიტომ რომ ეს თაობა საბჭოთა კავშირიდან გამოვიდა, ჩვენ ცხოვრობდით საბჭოთა კავშირში, იქ იყო ბევრი პრობლემა, ეს არ მოგწონდა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, აქედან გამოვედით. მაგრამ სოფლხედველობა, არქიტექტურა, რომ ცხოვრება არის ესეთი, ჩვენ ვართ პატარები და იქ იყო ცუდი, გამოვედით, მაგრამ იგივენაირად გვინდა ოღონ კარგში ეს არ შეცვლა და თითქოს აი ამ მუხტით იყო განპირობებული ჩვენ დოლარ ჩვენ სადღაც მივდივართ, ან ქვეყანა მე არ მესმის როგორ შეიძლება სადმე წავიდეს, მაგრამ განცდა რაღაცნაირი ესეთი პოეტურ მეტაფიზიკურ დონეზე ჩვენ სადღაც მივდივართ და აღარ არის საბჭოთა კავშირი, მაგრამ გვინდა ევროკავშირში. და ძალიან ბევრი აქტივისტის განცხადებას მიყვება ეს თვითონ ხაზად რომ აი ჩვენ იქ რომ შევალთ, თავარია როგორც აღთქმული მიწა. ის კი არა აღთქმული მიწა რომ შევალთ, მე რა ხდება, მაგრამ თავარია იქ შევიდეთ და როგორც კი იქ ვიქნებით, მე მორჭა შეგვიძლია დავჯდეთ, დავისვანოთ იქ უკვე ყველაფერი თავისთავად ავტომატურად მიეხედება. ანუ მე მაინტერესებს შენ ფიქრობ თუ არა რომ ეს ილუზია დამთავრდება და გაჩნდება იცი ჩვენ ვართ ასე ვთქვათ მარტო. ანუ ჩვენი თავი ჩვენავთ აღმოჩნდა რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუთნის და აღარავინ აღარ ზრუნავს შენზე მიხვდი? არავინ ესე არ დაგითოს, იმიტომ რომ იქაც 1000 სიურპრიზი დაგყვება, იქ აღმოჩნდება რომ თურმე სხვა ტიპის მუშაობაა საჭირო ევროკავშირში ცხოვრება. ხო, ნახე, მე მგონია რომ მართლა ჩვენ ვინ ვართ ამის დეფინიცია თუ მოხდება. იცი რა არის? ჩვენ მე მგონი მაინც შევდივართ დასრულობის პერიოდში. ან ესე ვთქვათ, გადავიარეთ ეს რაღაცა ინფანტილიზმი, რომელიც აქამდე გქონდა, თითქოს ყოველ შემთხვევაში. მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს ყველაფერი ჩვენ თვითონ გავაკეთეთ, ანუ ჩვენ ვიყავით აქტორები ამ პროცესის, ანუ ჩვენ დავსხედით და აი ეს რაღაც მიუნხაუზენივით ამოვიღეთ საკუთარი თავი ჭაობიდან. არა, ესე არ ყოფილა, ჩვენ ჭაობმა ამოგვაგდო თავად, ხო? ანუ აი ეს ჭაობს რაღაცა რატომღაც თუმცა რაღაც მომენტში მზად აღმოჩნდით რომ ამოგდებული ყოფილიყავით. ხო, ნუ აი შოქში რო არ ჩავარდნილიყავით ამ ამოგდებით. გესმის, ანუ ჭაობში კარგად ვიყავით თითქოს რაღაცა თვალსაზრისით, ახლა იქიდან რო ამოვარდით, უცებ აი ახლა შოქში რო არ ჩავარდნილიყავით, ამისთვის მზად ვიყავით. რაღაცა მოხდა ესე რომ მზად ვიყავით, მაგრამ ეს უნდა ამას ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ეს ჩვენ თვითონ არ გვიქნიან. ჭაობმა თვითონ დაგვანახა, რომ ეს ჭაობია და იმას ვქენით რა ქვია მაგას. და ჩაირთო თვითგადარჩენის ინსტინქტი. ხო, კი ბატონო. და ეს კარგი, სორი, ცუდი არ არის, კარგია რა, იმიტომ რომ რაღაცა ამ მომენტშიც კი რომ ჩვენ გინდა თავი ჩაუბრუნებულიყავით ჭაობში, ნუ ტრაგედია იქნებოდა ნამდვილად. მაგრამ ეს გავაკეთე. ეხლა არის ჩვენთვის რა არის გასაზრდელი, რომ პირობითად რას ნიშნავს ეს სუვერენიტეტი? ანუ რამდენად შეგვიძლია ამ სუვერენიტეტის გამოყენება, როგორ შეგვიძლია, რა გარემოში ვართ სუვერენულები? ანუ რა არის ეს გარშემო ჩვენ რაც გვახვევია, ახლა რა არის ეს? და როგორ შეიძლება აქ სუვერენული იყო? შემდეგ ჩვენ შიგნით ვინ ვართ, ხო? ანუ ჩვენ აი მაგალითად
ავიღოთ ზგემი ზოგად სამის რა ქვია საშუალო განათლების ეროვნული მიზნები ხო ესე ქვია ხო და იქ ჩაიწერა ახალი ფრაზა გაჩნდა წინასთან განსხვავებით რომ იყო ლიბერალური დემოკრატია ძირითადი წამყვანი თემა ეხლა გახდა ეროვნული ღირებულებები ანუ იმ გასულ წელს ჩაიწერა ეს ყველაფერი და ამაზე გაკეთდა აქცენტი როდესაც პრეზენტაცია იყო იმის რა ქვია განათლების რეფორმის და მე ეხლა ძირითადი კითხვა დგება რა არის ეს ეროვნული ღირებულებები ანუ როგორ ვაიდენტიფიცირებთ რა არის ჩვენი ეროვნული ღირებულებები რას ვიცავთ რას განსაზღვრავთ ეროვნულ ღირებულებებად შემდეგ რას ვიცავთ და მაგალითად იმავე სკოლაში რას ვასწავლით ანუ რა შეგვაქვს რა საგნები შეგვაქვს ამ საგნებში რა ტიპის ცვლილებები განხორციელდება და ასე შემდეგ იმისთვის რომ ვთქვათ რომ ამ ეროვნულ ღირებულებებზე გადავედით ისმის ანუ ის რაც ვთქვით რომ ცუდია ვთქვათ ლიბერალური დემოკრატიის ნარატივები აი ხო ვთქვით რომ დოკუმენტში შევცვალეთ ეხლა რა არის ეს ანუ როგორ ხდება ამის გენერირება და როგორ ხდება ამის შენარჩუნება და გავრცელება იმ გარემოში რომელშიც ახლა აღმოჩნდით თან ანუ როგორც 2025 წელი ესე ჩვენი საერთო დროც ამოიწურა ამ წლის სეზონი დასრულებულია ჩვენი გადაცემაც დასრულებულია ძალიან მიხარია რომ ჩვენი სტუმარი ბოლოს იყო გიორგი გვიმრაძე მადლობა მოწვევისთვის ჩანს რომ ყველაფერი ეს არის დამდეგშობა ახალ წელს ულოცავ ჩვენს გასაკეთებელი და პრაქტიკულად შეიძლება ითქვა რომ ერთგვარი პროგნოზი და წინასწარმეტყველება ახდა, როდესაც მერაბ მამარდაშვილმა თქვა, რომ ქართველმა ერმა სარკეში უნდა ჩაიხედოს და თავისთავად უნდა დაინახოს და შემდეგ უკვე გაუმკლავდეს ამოცანას, რომ მას შეუძლია თუ არა თვითყოფა და დამოუკიდებლად ცხოვრება, როცა ამას ითხოვს. სარკეში ჩახედვა და დანახვა მოხდა, ბევრ ადამიანს რაც ზარავს ხოლმე და ღმერთო, ნუ თუ ეს ამდენი რაღაცა რო წამოტივდი და ეს მართლა არსებობდა, კი რა თქმა უნდა არსებობდა. ეს ყველაფერი წამოტივტივებულია და ეს ყველაფერი აი თავარ გამზირზეა გამოფენილი, შეიძლება ითქვას და ყველაფერი ჩანს. ეხლა უკვე რა კი ყველაფერი დანახულია და აწონილია და აღრაცხილია, ეხლა უკვე დადგა ჟამი უკვე რას ავაშენებთ ჩვენ ამ ველზე და ამას ჩვენ უკვე ვნახავთ მომავალ წლებში, მეც გილოცავთ ახალ წელს, დამდეგშობას 2026 წელს და შევხვდებით გაისა. აბა კარგად წამდებოდო.